არშილ გოდულაძე კი სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციას ეხმაურება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი წერს, რომ აქციის მონაწილეებს მომზადებული ჰქონდათ ტექსტი, რომელსაც ბრიუსელში ევრობიუროკრატების ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ მანიფესტის შინაარსი გაავრცელა, მის წაკითხვაზე აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს. რამდენიმე კვირის წინ აგენტურულმა ოპოზიციამ ბრიუსელიდან მიღებული ტექსტი სიტყვასიტყვით რომ წაიკითხა, რომელიც ბრიფინგამდე ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა, იმის მტკიცება დაიწყეს, ჩვენ დავწერეთ და ბრიუსელი არაფერ შუაშია. იგივე განმეორდა ახლაც. ტექსტს კვლავ ბრიუსელში ევრობიუროკრატების ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ კვლავ წინასწარ გაავრცელა ეგრეთ წოდებული მანიფესტის შინაარსი, წინა გამოცდილების გათვალისწინებით საერთოდ უარი თქვეს მის წაკითხვაზე, თუმცა მაინც წამოწდათ, რომ მისი წაკითხვა გეგმაში ჰქონდათ. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ტექსტში ღიად არის დაფიქსირებული დონალდ ტრამპის კრიტიკა და აღნიშნულია, რომ დიპ სტეიტი მისი და ქართული ოცნების ცრუ ნარატივია, რომელიც სათავეს რუსეთში იღებს, წერს გოდულაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრაიმ ტაიმმა გაავრცელა ეგრეთ წოდებული მანიფესტის ტექსტი, რომელიც აქციის ორგანიზატორებს რუსთაველზე უნდა წააკითხათ, თუმცა მედიაში ამ განცხადების წინასწარ გასაჯაროების შემდეგ პრაიმ ტაიმის მტკიცებით აქციის ორგანიზატორებმა ტექსტის წაკითხვა გადაიფიქრეს.